ციფრული ეკონომიკის განვითარება და საქართველოს რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. თბილისში სქილვილის კოლეჯის კამპუსის აზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე მთავრობის მეთაური, დედაქალაქის მერი, პარლამენტის წევრები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები, კერძო სექტორის და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კოლეჯის განვითარების გეგმის პრეზენტაცია სქილვილის დამფუძნებელმა წარადგინა. აღინიშნა, რომ მთავარი მიზანი ხარისხიანი ტექნოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და 21 საუკუნის პროფესიების განვითარებაა. სქილვილი თავაზობთ ჩვენ სტუდენტებს ძირითადად ტექნოლოგიურ პროფესიებს და არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროფესიებს, რაც არის ყველაზე მოთხოვნადი დღევანდელ შრომით ბაზარზე. რით არის სქილვილი გამორჩეული? აქ ცალსახად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი სტუდენტების კარიერული მხარდაჭერა და ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა წამყვან ტექნოლოგიურ და არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან ჩვენ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში, გამოცდილების გაზიარებაში და საბოლოო ჯამში მათ დასაქმებას უზრუნველყოფენ. ჩვენი პროგრამები დაფუძნებულია განათლების ექსპერტებისა და შესაბამისად დარგების ექსპერტების მიერ შემუშავებულ პროფესიულ სტანდარტებზე და არის, ასე ვთქვათ, აკრედიტირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. სქილვილის კოლეჯი უკვე წარმატებით ოპერირებს თბილისსა და ბათუმში. კამპუსების გაფართოება ქვეყნის მასშტაბით იგეგმება. სხვადასხვა ქალაქში ჯამში სქილვილის 12 კოლეჯი ფუნქციონირებს. მათ შორის 10 ახალი სასწავლო დაწესებულება, რაც ყოველწლიურად 10,000 სტუდენტის მომზადებას უზრუნველყოფს. სწავლება ჩატარდება როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური დასწრების რეჟიმში. კოლეჯები საუკეთესო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. ამბიციური გეგმა მსოფლიოში წამყვანი კომპანიის ტეზერის 18 მილიონი $, თანაინვესტიციით განხორციელდება. ფინანსური მხარდაჭერის გარდა ტეზერის ექსპერტები ქართველ სტუდენტებს გლობალურ გამოცდილებასაც გაუზიარებენ. ჩვენ ვამაყობთ სქილვილში ინვესტიციების ჩადებით, რადგან ინვესტიციას ვახორციელებთ საქართველოს განათლებაში. ეს არის პრაქტიკული უნარების განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობა. საკუთარი ბიზნესის დასაწყებად სქილვილი ზრდის ბაზარზე ხელმისაწვდომობას. სქილვილის პროფესიულ კოლეჯში სწავლა 1300-ზე მეტმა სტუდენტმა დაიწყო. სასწავლო პროცესი 5 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს, რაც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასა და კომპიუტერულ ქსელებს. ავირჩიე კოლეჯში გრაფიკული დიზაინი, პირდებიან ძალიან დიდ კარიერულ წინსვლას და გვეხმარებიან დასაქმებაში და ყველანაირ პირობას გვექნიან, რომ ვისწავლოთ კოლეჯში და მივიღოთ ცოდნა, რაც მთავარია. ძალიან კარგი პედაგოგები არიან. ვიცი, რომ ძალიან კარგად ასწავლიან აქვს და ვიცი, რომ ამ ჩემ პროფესიასაც ავირჩიე, კარგად ავეუფლები და კარგად შევისწავლი. რაც შეეხება ჩემს პროფესიას, ძალიან მაინტერესებდა გრაფიკული დიზაინი და სულ მინდოდა, რომ გრაფიკულზე მემუშავა. ახალი პროფესიული სტანდარტების შემუშავებაზე სქილვილი განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს. განათლების მინისტრის შეფასებით კოლეჯი მაღალი ხარისხით საქმიანობს და ასობით სტუდენტს საკუთარი უნარების კონკრეტული მიმართულებით გაღრმავების შესაძლებლობას აძლევს. ოფისი, რომელიც დღეს გაიხსნა, საშუალებას აძლევს ასობით ახალგაზრდას, რომ თავისი უნარები კონკრეტული მიმართულებით გაიღრმავონ, რაც არის პირველ რიგში გამოძახილი იმ საჭიროებებზე, რომელიც ბაზრის კვლევიდან მომდინარეობს, იმ კონკრეტულ პროფესიებზე, რომელთა განვითარებაც ჩვენი ქვეყნისთვის უსაზღვროდ მნიშვნელოვანი არის. სახელმწიფოს მხრიდან არის მხარდაჭერილი და დაფინანსებული პროფესიული განათლების კუთხით გადამზადება. ჩვენ სექტემბერში 17,000 პოზიციაზე გამოვაცხადეთ კონკურსი და უპრეცედენტო 23,000 განაცხადი მივიღეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პროფესიული განათლების მიმართ სანდოობა არის ამაღლებული, მზარდი არის საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან მოთხოვნა, რომ გადამზადდნენ გარკვეულ პროფესიებში, რამე თუ ისინი შემდგომში პოულობენ დასაქმების საკმაოდ კარგ შესაძლებლობებს ქართულ ბაზარზე. პროფესიული განათლება ხელისუფლების მხარდაჭერით ვითარდება. სახელმწიფოს მიერ ფინანსდება პროფესიული გადამზადების სხვადასხვა პროგრამები და დღითი დღე იზრდება პროფესიული განათლების მიმართ სანდოობა.